დღეს ჩვენ თბილისის მერია და საქართველოს რკინიგზა ვაპირებთ ერთობლივი განცხადების გაკეთებას, რომელიც ეხება თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს. მინდა გითხრათ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი დაიწყო გარკვეული ტექნიკური ეკონომიკური დასაბუთების გარეშე თავდაპირველად. ამის მიზეზის გამო და გარკვეული ხარვეზების გამო ეს პროექტი გარკვეული პერიოდი იყო შეჩერებული. ჩართული იყო ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც შემოგთავაზა და სამი ვარიანტი, რომელიც აუმჯობესებს რკინიგზის პარამეტრებს და სხვადასხვა ვარიანტებია, როგორ შეიძლება განვითარდეს შემოვლითი რკინიგზის პროექტი. დღეს ჩვენ საქართველოს რკინიგზიდან მივიღეთ შემოთავაზება დედაქალაქის მერიამ ამ ვარიანტების შესახებ. და მინდა გითხრათ, რომ ამ სამი ვარიანტებში ასახული პროცესები გადაცემული იქნება იმ გერმანული კომპანიისთვის, რომელიც ახორციელებს თბილისში გენერალური გეგმის შემუშავების პროექტს და გენერალური გეგმის შემუშავების პროექტის პროცესში არჩეული იქნება სამი ვარიანტიდან საუკეთესო, რომლის შედეგები წარმოდგენილი იქნება გარკვეული პერიოდულობით. მე მინდა გითხრათ, რომ სამივე ვარიანტი მთლიანობაში აუმჯობესებს შემოვლითი რკინიგზის ეკონომიკურ პარამეტრებს, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ კონსულტანტებთან, რომლებიც გენერალური გეგმის შემუშავებაში არიან ჩართული, ამ სამი ვარიანტიდან შერჩეული იქნება საუკეთესო. მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი ბატონი გურამ გურამიშვილი, რომელიც წარმოადგენს ამ სამი ვარიანტიდან არსებულ საკითხებს და ამის შესახებ უფრო დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას. პროექტი დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარეშე და იყო ხარვეზები. ბევრად აუარესებდა რკინიგზის საექსპლუატაციო მაჩვენებლებს და იმ დროს, როდესაც ჩვენ საქართველოში ვიწყებთ ხრმაწყლოვანი პროექტის მშენებლობას და უღელტეხილზე ვიწყებთ მოდერნიზაციის პროექტს, მიმდინარეობს რომ მოიხსნას უღელტეხილის ეფექტი, ჩვენ თბილისში გვქონდა ვაპირებდით აგვეშენებინა ახალი უღელტეხილი. საკონსულტაციო კომპანიამ შემოგთავაზა სამი ვარიანტი, სადაც ეს რისკები რკინიგზის კუთხით მინიმუმამდეა შესაძლებლობებიდან გამომდინარე დაყვანილი და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ეხება არა მხოლოდ რკინიგზას, არამედ პროექტის განხორციელება ისახება ქალაქზეც, გვინდა რომ ქალაქ გენგეგმაში, ქალაქის დაგეგმარების გენგეგმაში იყოს ასახული თუ რა მასშტაბით, რა დოზით უნდა იყოს რკინიგზა ქალაქში და რომელი ამოცანების შესასრულებლად. სამი ვარიანტი შემოთავაზებული კონსულტანტის მიერ მდგომარეობს შემდეგში. ერთი ვარიანტით ხდება უმნიშვნელო რეკონსტრუქცია არსებული უკვე აშენებული შემოვლითი რკინიგზისა და ხდება გადართვა ორივე მიმართულებით. მეორე ვარიანტით ხდება მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია შემოვლითი რკინიგზის ტრასის და ხდება 11 კილომეტრზე ტრასის ცვლილება და მესამე ვარიანტით არის მცირეოდენი ცვლილება შემოვლითი ტრასის შემთხვევაში და მინიმალური დოზით, ანუ ერთ მიმართულებაზე ქალაქში დარჩება რკინიგზა. სამივე აღნიშნული ვარიანტი ითვალისწინებს საშიში ფეთქებადი ნავთობპროდუქტების გატანას ქალაქიდან და ეს ამოცანა ნებისმიერი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში იქნება გადაწყვეტილი.